აჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ოჰო, შეხედეთ როგორ წვიმს. იმედია შენს დაბადების დღემდე გადაიღებს. მოუთმენლად ველოდები ბებიას დარჩენიან ღვეზელს. მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ღვეზელია. რასაწყენია. კარგი, ვეცდები რამე მოვიფიქრო. ვერ მოგვიტანენ იპოლიტის ღვეზელისთვის საჭირო პროდუქტებს. მეწყერმა გზა გადაკეტა. რამეს მოვიფიქრებთ, ბებია? რას ამბობთ, მართლა? ეს შესანიშნავი იქნებოდა. სიამაგვეცი, ბებია, ყველაფერს მოვიტანთ. არაფერი არ არის შეუძლებელი. ჭექაქუხილი დამთავრდა. ძალიან საშიში ხმა ჰქონდა. ზეციდან საშინელი ხმა მოდიოდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემშინებოდა. ნუ მიღებ ფოტოებს, გარშემო საშინელი არეულობაა. გამარჯობა, მეგობრებო. თქვენთან არაფერი არ დაინგრა? არა, მაგრამ ყველაფერი ძირს ეყარა. ახლა ხან დავასრულეთ დალაგება. შესანიშნავია. დახმარება გჭირდება. აქ ჩვენ გარეში არაფერი გამოვა. ბულ, ანკი, თორ, გზა უნდა გავწმინდოთ. ჩვენ რას გვეტყვი? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ საყიდლებზე მივდივარ და საჭიროა რომ დომა მეწყერს შემოუაროს. ვგიჟდები საყიდლებზე, საქმეს მივხედოთ. ტურბოზავრებო წინ! მე გამომყევი. წინ! ზერს გაყევიდო? ტრაკ, ხეებს და გაჭრებს მიხედე. ანკი და თორ, ჩემთან ერთად წამოხვალთ, ტალახი უნდა მოვაშოროთ. კარგი. მე თორთან ერთად ვიმუშავებ. არა, ჩვენ ტალახთან ვიმუშავებთ. შეიძლება კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვეს. ბორცვი ფხვიერი მეჩვენება. ღობეა საჭირო. ტრაკ ბოძებს მოამზადებ? ერთი საყრდენი უკვე მზადაა.
ძალიან მაგარია ტურბოზავრებო, ეს კი ბებიასთვისაა. დაბადების დღის ღვეძელის დროა. როგორ მოგწონს ღვეძელი? ეს კი განსაკუთრებული საჩუქარია განსაკუთრებული მეგობრებისგან. დაბადების დღეს გილოცავთ იპოლიტ. რა მშვენიერი დღეა რა ტურბოზავრებო. ახლა კიდევ უფრო უკეთესი გახდება. იპოლიტ ძალიან მოეწონა თქვენი საჩუქარი და ეს გამოგიგზავნათ. ვის უნდა თკბილი ღვეძელი დარიჩინით? მე მინდა. მე მინდა, რა თქმა უნდა, მინდა. მეც მინდა დარიჩინიანი ღვეძელი. ძალიან მიყვარს. ძალიან გემრიელია. დილის 10 საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო სანამ თქვენი მეცადინებთ? გზებზე არ უმოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება, ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით, კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გვითხრათ რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეითთა გადასასვლელი. ხო, დიდი ამბავი, ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხათია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო, კატა გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მიფრინავდი, გზაზე იხვი და იხვის ჭუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკრო და მე ყველა გადავარჩინე. ყოჩა, ხსერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევით შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ. და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანის საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო,
გზასადევნე თვალი, ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაცა კლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩაღზერ, მართალი ხარ? დაგიჭერ. დაგიჭირე. ნუ გძინავს. გაინახე რა გააკეთა. წამოდი ბოდიში მოვიხადოთ და ბურთი გამოვართვათ. გამარჯობა. ბოდიშს გიხდით, შემთხვევით მოგვივიდა. ესე იგი თქვენ დააზიანეთ ჩემი ფარდული. რას ამბობთ? ბურთს ვთამაშობდით და თქვენთან გადმოვარდა. ბურთი? რა თქმა უნდა, წაიღეთ. ფარდოს რა დაემართა? ამას ხედავთ? კბილების ნაკვალევია. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ვიღაცა მთელი კუთხე დაღრღნა. თითქოს დინოზავრი იყო. რას ამბობთ? დინოზავრები დიდი ხანია აღარ არსებობენ, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, საჭიროა გავარკვიოთ, ვინ დააზიანა ფარდული. კი, მაგრამ როგორ? ნაკვალევის მიხედვით ეს ცხოველები ტყიდან გამოვიდნენ. დღე უნდა დავათვალიეროთ და გავიგოთ რა ცხოველებია. შეხედეთ. რამე იპოვეთ? ასაკეთებთ. ეს ხომ ბარსიკის ნაკვალევია, სტეპან პეტროვიჩის კატის. ის ამას არ იზამდა. შეხედეთ. პანიკის გარეშე. ხეს მე დავიჭერ. პაშა! გავიგე რა ხდება. ცხოველები, რომლებსაც ვეძებთ, თახვები არიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ ხე ასე შემოხრღნან. ო, მაგრამ თახვები წყლის მახლობლად ცხოვრობენ. იქ იშენებენ სახლებს, თხრიან სოროებს. სტეპან პეტროვიჩის ფარდული რატომ დაღრღნეს? ყველაფერი გასაგებია. წყლის დონე მაიცია, თახვების კაშხალი და სახლი დატბორა. ახლა კი ახალ სახლს ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ. ესე იგი მომნებლები არ ყოფილან. თვითონაც დაზარალდნენ. რა თქმა უნდა, საბრალო თახვები. თუ ახალ სახლს ვერ იპოვიან, დაიხოცებიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ. გვერდით არხს გავიყვან და წყლის დონე დაიწევს. მე გავთხრი. თორ, შენ მიწას მოაშორებ. ანკი, შენ კი კაშხლის ნაწილს თავის ადგილზე დააბრუნებ. ტრაკ? კარგი, შენ კატას მიხედე. ტურბოზავრებო, წინ!
რა ეშველება სტეპან პეტროვიჩის ფარდულს, იმას რა ვუღოთ? ვფიქრობ, მისი აღდგენაც შეიძლება. თავარია მისმა პატრონმა არ დაგვინახოს. მოგვიწევს ვიშრომოთ. მე და ანკი მოვიტანთ ხეებს, რომლებიც თახვებმა დაღრღნეს. ტრაკ, შენ მათ დადგმაში დაგვეხმარები. თორ და დო, მიწა გაასწორეთ. ზერ, შენთვის განსაკუთრებული დავალება მაქვს. წყალსაცავთან გაფრინდი და ნახე თახვები თუ დაბრუნდნენ იქ. არის. ტურბოზავრებო, წინ! შესანიშნავი ახალი ამბავი მაქვს. თახვები თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ? კი. ახლა ყველაფერი კარგად იქნება. რაო ბარსიკ, ბევრი ისეირნე? სტეპან პეტროვიჩი ბრუნდება. ტურბოზავრებო, დავიმალოთ. ახლა ხელოსნები უნდა მოვიყვანო, რომ ფარდული შეაკეთონ. ბოდირს გიხდით, სახლში უნდა წავიდეთ. ხო, რა თქმა უნდა. შენ რამე გაიგე? მე ვერაფერი. ცოტა ხნით გავდივარ, სანამ არ ვიქნები ბავშვი გაართეთ. მე მგონი პლაჟზე უნდა წასვლა. ხო, წინა ჯერზე იყოფნა მოეწონა. ხო, მაგრამ დღეს იქ ვერ მოვხვდებით. შორია. დილიდან უნდა წავსულიყავით. გვაპატია იპოლიტ, დღეს პლაჟზე ვერ წავალთ. დაიქნებ პლაჟი, აქ მოვუტანოთ. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? უბრალოდ ბევრი ქვიშა დაგჭირდება. აი მეგობრებო, აქ ბევრი ქვიშა. ამ ქვიშის ნაწილი ბებიას ნაკვეთზე უნდა მივიტანოთ. ეს ადვილია, ტურბოზავრებო, წინ! სად დავყაროთ? ერთი წუთით? სოფლიოში საუკეთესო მზვერავი აქ არის. არის, ვიპოვე. ვფიქრობ საკმარისია, სახლში წავიდეთ. თორ, აქ გათხარე. რა მაგარია? აი ეს მესმის. მოგწონს? იპოლიტ. მაგრამ ბებია ამას არ მოგვიწონებს. იდეა მაქვს. შეგვიძლია ბებიასაც გავუკეთოთ რაღაც. მართალია. ბებია დიდი ხანია ყვავილნარზე ოცნებობს, ახლა ყვავილები უნდა დავრგათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლაჟზე. რა იყო? რა მოხდა იპოლიტ? მივხვდი, წყალი. პლაჟი წყლის გარეშე არ არსებობს. ხო, მაგრამ აქ მდინარე არ არის. მდინარე არ არის, მაგრამ წყალი ხომ არის? თორ, აქ ორმო უნდა ამოთხარო. რა პრობლემაა? მარცხნივ, მარჯვნივ, უფრო ღრმად.
იქნება ამოთხრათ შენ მასწავლო. მიდი. საკმარისია. მიწა წყალს შეიწოვს. ჰიდროიზოლაცია გვჭირდება. რისგან უნდა გავაკეთოთ? სხვათა შორის. მისაბმელის ზომა ზუსტად ემთხვევა თქვენი ორმოს ზომას. მართალია. მაშინვე როგორ ვერ მივხვდი? ზერ გენიოსი ხარ. მეგობრებო, მისაბმელი ორმოში ჩავდოთ. აკეთ? ყველაფერი გამოგვივიდა. ბებიას ავტობუსია. დაიმალეთ. გამარჯობა ბებია. გამარჯობა, რა სილამაზეა. დიდი ხანი ასეთ ყვავილნარზე ვოცნებობ. ყვავილების დარგვა გადარჩა. კიდევ უნდა გაჩვენო რაღაც. შეხედე? იპოლიც ახლა საკუთარი პლაჟი აქვს. რა ყოჩაღები ხართ? როგორ მოასწარით ამ ყველაფრის გაკეთება? ვფიქრობ, ჯილდო დაიმსახურეთ. აი, ნაყინი მოგიტანეთ. მადლობებია. რა იყო? უნდა რომ თავისი ნაყიდი დინოზავრებს მისცეს. რა ჭკვიანი ხარ იპოლიტ? მოდი ჩვენი ნაყინიც მივცეთ. ბულისა და თორის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. გავიქცეთ. რა მხიარულებაა, მეგობრებო. ო, მაგრამ ჯერ აქაურობა უნდა მივალაგოთ. ჰეი, ფრთხილად. კიდევ კარგი რბილად დავეშვით. მართალი ხარ, თორ. მოდი დანარჩენებს დავუძახოთ დასახმარებლად. ჰეი, რაღაც გავიგონე. აკეთ. შეხედე. დაყრილი ტოტები და კაჭრები ზუსტად იმას ნიშნავს, რომ იეთი ახლოსაა. ორე შეხედე. აი იქით. აქ წერია, რომ კიდევ ერთი ნიშანი არის დალახში უცნაური ნაკვალევი. ორე, იეთი აქ იყვნენ. მათ ფოტოს თუ გადავუღებ, ვარსკვლავი გავხდები, წამოდი. იეტიზე ვნადირობთ, გინდათ დაგვეხმაროთ. იეტი არ არსებობს. მათი ნაკვალევი ვიპოვეთ და ბუტბუდი გავიგონეთ. წამოდი, ფედია, დავუმტკიცოთ. სისულელი. თითქოს ნაკვალევი და ბუტბუდი იმას ნიშნავს, რომ იეტი იმალება. არა. იეტის ვერ იპოვიან, მაგრამ შეიძლება ტურბოზავრები იპოვონ. გავიქეცით ბაზასთან არ უნდა მივუშვათ. მაგარი ნაკვალევი გამოდის. ოიცადე, რომ ვერ დაინახონ. ვარემ თქვა, რომ ხმა გაიგონა. ამან უნდა გადაატანიოს ყურადღება. წამოდი. აი, გესმის ფედია. იეტი ახლოს არის. კამერა ჩართე. კარი უნდა დავზეთოთ. ეს კარის ხმა არ არის, ეს ხმა იქიდან მოდის, სადაც ვთამაშობდით. მოდი შევამოწმოთ. აქ რას აკეთებთ? ხრიალი გავიგონეთ. კარგად ხართ? ჩვენ კი, აი თქვენ კი არა. ჰედე და ბორა, იეტს ეძებენ, რომელიც არ არსებობს. თქვენ კი არსებობთ და მოდიან. ჯობია ბაზაზე დაიმალოთ. ჩვენ სხვა მხარეს დავიყვანთ.
მაგრამ იეტი ამხელა. არა! ორა! მეშინია. ორა! მალე დაგვეწევა. ზევით ავდრეთ. მაღალია, მაგრამ იქ ვერ მოგწდება. ვერ მოგწდება. მაგრამ ქვევით როგორ ჩავალთ? ამაზე ჯერ არ მიფიქრია. გვიშველეთ! რა მოგივიდა, რა ყვირილია? წავიქეცი, მოიცადე, რა ყვირილი? გვიშველეთ! ვინმე დაგვეხმარეთ! ორია? რატომ ყვირის? ის და ფედია საფრთხეში არიან. დახმარება დაგჭირდება. ტურბოზავრებო წინ! ორია და ფედია უნდა გადავარჩინოთ, მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვოთ. იეტი აღარ მაინტერესებს. აღარ მინდა ვიყო ცნობილი. ვიპოვეთ თქვენი იეტიზე მონადირეები. აი, სად არიან? ანკი, იქ ასვლა შეძლებ? მაპატიეთ, მაღალი ვარ, მაგრამ ამდენადაც არა. ამ ჯოხებს თუ გავხერხავ, სამაშველო გორაკს ავაშენებთ. არაფერია შეუძლებელი. მეტის მეტად მძიმეა. მე დაგეხმარებით. ეს იეტიმ გააკეთა? რა მნიშვნელობა აქვს? პირველი მე ვიქნები. იპოვეთ იეტი. და რატომ ხართ ასეთი დასვრელები? იეტიზე ვიხუმრეთ. ყველა მიცის რომ არ არსებობს, მაგრამ მაგარი გორაკი ვიპოვეთ დღეში, თქვენ თვითონ ნახეთ. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.